გადაკონა. მის პატარა ცხოვრებაში იმდენი რამ გამოიარა. ყოველ ხუჩაბაც რომ მიიწვიოთ გადაცემაში, ისეთი თემა ყოველთვის მოიძებნება მისი ცხოვრებიდან, რა თემაზეც გექნებათ გადაცემა. აბა ვინ არის? სასონარი მაგით. აბადაში გადაცემის ჩვენთან. ამბაციას გადაცემა ბიჭები არ დარდების მოსაკლავად ხავე არა ჩოგელ საუღია თასი ბილიენი სადღე ძელო სადო არა ჩოგელ საუღია თასი ბილიენი სადღე ძელო სადო კვინით თოქით ჭიქები და მოკეიფები ჭები და ჰარი ჰარალე აბადაში Hari harale, waqti vali dalale, hari harale, kayfiya fichebot, kwenigina twale, waqti vali dalale, hari harale, kayfiya fichebot, kwenigina twale. Chingai khari, jana didi madloba, tamoi, tamoi patrat. Იხარი არა მოხვედი ჩვენთან. არ ვიცი წერილი ვინ მოგწერა, მაგრამ შეიძლება მაყურებელმაც არ იცის. მივხვდათ იმისა, რომ ხშირად ასოცირდები ღიმილთან, მომხენასთან, სიხარულთან. ესეთი რთული ცხოვრება გაქვს გამოვლილი. ბავშვთა სახლში გავიზარდე, სკოლა ინტერნატი დავამთავრე თემქაზე. როგორ მოხდი ბავშვთა სახლში ეს? დედამ რომ დატოვა რა წადამტოვა და რაღაც მე უკვე ბებია ვეღარ ამსდიდა რა. და რა მხელა იყავით დედამ რო დაქტოვას ეს? თვენახევრის. მართლა? კი, ისეთი სიტუაცია იყო რომ მამა ჩემი სვავდა ის და უკვე მე ეხლა არ ვამართლებ, არ უნდა დაეტოვო, მაგრამ იმასაც საშუალება არ აქვს. იმას უკვე მამა ჩემმა რომ მოიყვანა მეორე შვილი ყავდა იმას. ის გათხოვილი იყო და რომ მოიყვანა შვილი ყავდა იმ ქალს. დედა შენს? ხო, დედა ჩემს და ის იმ პირველი შვილი იყო დედა ჩემის დედასთან დატოვებული რა. და ის დიდა. მერე უკვე რომ მეორეც რომ მieყვანა, უკვე არ გამოდიოდა. და დედამ მამა მიატოვა და წავიდა? თვითონ წავიდნენ. რა ვიცი, მე არ ვერევი. ხო, და შევისთან დარჩეს ეს. ბებოსთან. და მერე ბებია. დედა შენის დედასთან? არა, მამა ჩემის დედასთან. ხო. მერე უკვე შვიდთვიანი დავიბადე მე. უდღეული და მე უკვე რომ წამოვედი და წამლები და ის და მე სკოლა ინტერნატ მე ბავშვთა სახლი მე სკოლა ინტერნატ. მე ბებამ ჩაგაბარა ბავშვთა სახლში? კი, ვეღარ ამზდი და უკვე რატო აღარ აქონდა. და მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდას ის? რა ვიცი, მამა ჩემიც სხვანაირი კაცი ახლა მე. მამა ჩემს რა იქნა, მუშაობდა რაც შეეძლო და ჩემდა ხოლმე მართალია ეგ ამბავი. აი ისეთი ადამიანი იყო რომ კი. სვამდა? კი და სხვანაირი ცხოვრება იყო. და ჩემით მე რამდენი წლის იყავი ბავშვთა სახლში რომ მოხვდი? სკოლა ინტერნატში რომ მიმიყვანეს და ჩამაბარეს ვიყავი 5 წლის. 0 კლასები იყო ჩვენ დროს. 0 კლასები და მე პირველი მეორე და მე უკვე 6-7 წლის რო ვიყავი მიყვარდა ეს მუსიკა, მაგიტაფონები იყო ხოლმე, ჩავთავდი უსმენდი ამ მუსიკებს და ესე და მე 13 წლიდან უკვე მე ქორწილებში დავიწყე სიარული. და მღეროდი ქორწილებში? ხო, ქორწილები, რესტორნები, ის და ესა თბილისში თუ სოფელში? თბილისში. ეს არის სკოლა ინტერნატი, საცამე გავიზარდე, ბავშვობა გავატარე აქ. უი, რა кайია, აი, როგორ გამიმართლა ჩემმა მაგილავა. ჩემი სიხარული, ვაიმე რა კარგი ხარ. ძალიან გამიხარდა თქვენი სკოლა. ეს იყო ჩვენი საძინებელი. 4-ში ვიწექი მე, აქ იყო ჩემი საკლასო ოთახი. აი ვიჯექი. სუბული მიგდებოდა ხოლმე, რომ გითხოვდნენ ხოლმე და ყველას რო დედა მოსდიოდა. მე რო არავინ არ მომდიოდა ხოლმე, დავრჩებოდი ხოლმე აქ. დედა, მამა აღარ გიპოვია მე. როგორ არა? კი, როგორ არა მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეხლაც ურთიერთობა მაქვს დედა ჩემთან და მამა ჩემთან, მაგრამ და შენი ცოცხალია? კი, ლაგოდეხში ცხოვრობს. გათხოვილია? იქ გერმანიაში ყავს მეუღლე კი.
გერმანიაში რა გაუნდოდა? ავი წავიდა გარისკა და მე რომ ხო. და მამა შენი? მამა ჩემს სხვა შვილი ხავდა ოჯახი აქ თავის. შენ კვატრონობდა ვინმე? ჩემ თავს მე უკვე მე 13 წლიდან უკვე მე. ესე სიმღერი? კი ბატონო გამომდიოდა ორი კაპიკი და აქეთ მე ოჯახს ვეხმარებოდი ხოლმე ჩემ. მართლა? კი. ანუ მინდოდა რომ ამ ნიჭიერებში მეთქი გავიხარებ და რაც გინდოდა. ბინა პატარა ბინა და მეთქი ოჯახს ავაწყობ მეთქი და მე არ გამიმართლა არა უშავა. სამაგერად ხალხმა გაგიცნო და შეგიყვარა. კი, მაგრამ ეხლა სად მუშაობ ეგ მომიყავი? ეხლა მუშაობ მოსკოვის პროსპექტი კი არა იქით არის სადღაცა რა. რესტორანში მღერი ხარ? ისევ რესტორანში ვარ აქვნა. და ორი კაპიკი რაღაცა არის რა. შირი არა ვარ. ეხლა მეგობრებო, ეხლა თქვენთვის იმღერებს და გამოვამოგესალმებათ სოსონ არიმანიძე. რაზე ოცნებობ სოსო? ჩემი სახლი და კარი მქონდეს და ჩემი ცოლი და შვილი მყავდეს, სხვა არაფერი. ეხლა რამდენი წლის ხარ? ეხლა 39-ში ვარ. მართლა? ყველას ისეთი მხიარული, udardeli კაცი გონი ხარ? აბა ეხლა ჩემ გულში ჩაიხედე. რა ხდება შენ გულში? ხალხისთვის მღერი ხარ, მათ გასართობად მღერი ხარ. აი აქ გულში. ყველაზე მეტად რომელი სიმღერა გიყვარს? რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს. წამიღიღინე რა. მე შენაკვალებს დავეცე. ფიქრებში ღამენათევი, ყოველ შენს გახსენებაზე ცრემლით მევსება თვალი. კაი სიმღერა. და ეგ მიყვარდა ხოლმე და მე შეყარებული ვიყავი და მიღალატა შეყარებულმა და მე მღეროდი ხოლმე პატარა გოგო და მე კარგა. წითელ პერანგა. ეგ მაგასაც მღეროდი ხოლმე პატარა გოგოში. ბევრი ისტორია ჩემო მაი, ბევრი ობლურად თავ, ხერდიალურად ვარ გასდინი, ხანს რამდენჯერ ღამე გარეთ გამითენებია, რომ მამა ჩემი დამთვალა. წამოსულა რომ ეს რატო რასაკეთებდა რო თრება? პათოლოგი იყო და ხან ის და არ იყო ცუდი ხასიათი ჰქონდა, ძალიან ძიმე ხასიათი ჰქონდა. ძალიან გირტყავდა ხოლმე სოსო? არა, ეხლა მე უკვე რომ წამოვიზარდე და მე უკვე რომ ხელწერილი მილიციამ დააწერინა უკვე აღარ. რა წერილი დააწერინა? ხელწერილი. რატო? მე ავედი და უთხარი რომ აღარ შემიძლია რომ ესეთი პიროვნება იყო. და ამიტომ წაგიყვანეს ბავშვთა სახლში, ამას მოგარიდეს? კი. ამბობენ რომ სოსო ჯანმრთელობის პრობლემები ამიტომაც შეექმნაო, რომ მამა უტყამდაო. კი. ძალიან ცუდი ისტორია მაქვს, მაგრამ ღმერთს ვეხოცები რომ კაი გოგო შეხვდეს და ოჯახი ავიწყო. ძალიან დიდი მადლობა გეკითხა რომ მოხვედი. ძალიან მიყვარხარ და მაგასაც ოცნებობდი რომ შენთან შევხედრილი ყავი და დავლაპარაკებდი. ხარ როგორ დაგელაპარაკებდი, ხარ რო ცუდად იყავი ხანის და მიხარია ყოველთვის და რა ვიცი, რაც შემეძლება. მე მგონი ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ იცი, იმიტომ რომ ასეთი სირთულეების მიუხედავად შეგიძლია რომ ყველას საოცრად დადებითი მაგას მოესწრები რომ შენ მაგას მოესწრები და ჩვენი კოლექტივი რომ მე ჩემი საკუთარი სახლი მაქვს და ჩემ საკუთარ სახლში დაგპატიჟებ და დიდი ძეულებას გავაკეთებ და იქ იქნები პირველი. ყველაზე მხიარული კაცი. სასონ არიმანიძე. გაიხარ. სულ სხვანაირი სასონ არიმანიძე.